თბილისის ეს პატარა მდინარე მტკვარს მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალაში უერთდება. საცხოვრებელი სახლებით შევიწროებული მტკვრის შენაკადი მჭიდრო დასახლებამ ზოგიერთ ადგილას იმდენად დაფარა, რომ მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ხმა თუ მიგვანიშნებს. აქაურებს კარგად ახსოვთ 2012 წელს მომხდარი წყალმოვარდნა, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ შემთხვევას ადგილობრივები კრწანისის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის გადავსებას უკავშირებენ, რომელიც მდინარის ორად გაყოფის შემდეგ შეიქმნა. მაშინ რა ვიცი რა მოხდა და აი ეგერთხელ 36 წელი ამწყო. ჩაიგადახა. ეს მეოთხე. აი რასაც მაგაზე ნაკლები მოდის საერთოდ. ეხლა წვიმა რო არის და მაქსიმუმ აი ამ სიმაღლეზე აღასოდეს ამბიტო. ეს ფოტოები 2012 წლის მაისშია გადაღებული. მაშინ გორგასლის და გულიას ქუჩების კვეთაზე არსებული პატარა დასახლება მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა. წყალმოვარდნას 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. ტრაგედია კარგად ახსოვს მდინარესთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას. 8 მეტრაზე იყო წყალი ასული. პირველ სართულზე იყვნენ საწოდაები. სტუმრად იყო მოსული იმ მდგმურთან. დედა და 2 შვილი დაიღუპა და ის სტუმარი ვერ გამოვიდნენ. ეს მოხდა რაღაც წამებში. ადიდებით ყოველთვის დიდდებოდა, მაგრამ ესეთი რამე არ მომხდა.